დადებით, არამედ უარყოფით რეაქციებს. და საბოლოოდ მივდივართ იქამდე, რომ საზოგადოება როგორც ერთიანი ორგანიზმი, რომელმაც უნდა დაიცვას ეს დემოკრატია. დემოკრატიას ვერ დაიცავს ხელისუფლება, ვერაზრს. მით უმეტეს ვერ დაიცავს დიქტატორული რეჟიმი. თუ თვითონ საზოგადოებამ არ დაიცვა. ეს დემოკრატია არ შედგება, თუ საზოგადოება არ გახდა ერთიანი ორგანიზმი. ხელისუფალების კი თუ ის დარჩება სრულად უკონტროლო, ვერ შეინარჩუნებს კეთილშობილებას. ხო, აი აუცილებლად დაიწყებს ბოროტად გამოყენებას დაუყურებს. მითრიდატე როგორ თავდება თუ გახსოვთ მითრიდატე პონტოელი. ზუსტად ამ სიტყვებით თავდება ყველაზე წინდახედული წესი ძალაუფლებას ჭირდება რომ მისი ძალადობად არ გადაიქცეს. ძალასა და ძალადობას შორის არის განსხვავება დიდი. ანუ შენ რო ხელისუფლებას იღებ ხელში უნდა გქონდეს ძალა და გამოაჩინო ძალა. მაგრამ ყველაზე წინდახედული წესი ჭირდება ამას ამბობს მითრიდატე როცა გამედგა. ანუ გაიქცა, გააგდეს, მერე მობრუნდა ერთი ამბავი და რო უკვე სპერის სამეფოში დაბრუნდა და ნუ აიღო ხელში ძალაუფლება, დედამისთან ჰქონდა შეტაკება და მთელი საოცარი ისტორიებია და აიღო გამეცდა კაცი და ამბობს რა რომ ყველაზე წინდახედული წესი ხელისუფლებას ჭირდება რომ მისი ძალადობად არ გადაიქცეს. ანუ ძალა საჭიროა. როცა ხელისუფლებაში ხარ, ძალა არის საჭირო და აუცილებელი ძალა უნდა დაანახო შიგნითაც და გარეთაც. ხელისუფლება პრინციპში არის ძალადობის და იძულების აპარატი. აი მას არა, ხელისუფლება ეს არის ყოველთვის ეგრე იყო. ხელისუფლება იმიტომაც არა რომ იძულების აპარატი. ძალა უნდა იყოს, ძალადობა. აი ახლა გეტყვით რა, აი მოც მიხელ სააკაშვილზე. აი შენ რო თქვით რა რომ შენც ისეთი გახდებიო, ხო? იქ თუ რაღაც ჩვენ საუბრობთ, მე მგონი ახარ გიტყვი. მე მგონი ჩვენ საუბრობთ. აღარ მახსოვს. შენც ისეთი გახდებიო, როგორც კი იმას გააკეთებ რა. აი ეგ არის ზუსტად რომ ძალა უნდა აკონტროლო, რომ ძალადობაში არ გადაგივიდეს რა. მაშინ ხარ კარგი ხელისუფალი. შესაბამისად, აი ხა მაგალითად მთავრობის ხდომებს როცა ვუყურებ ხოლმე, ხო? სულ არის ეგეთი განცდა, რომ აი ხა ბოლო დროს მაინც განსაკუთრებით და თან თუ ადრე ეს გაღიმებულები და რაღაც იმედიანები იხდნენ ხოლმე ეს მინისტრები, ხა როგორ წესით მოღუშულები. მოღუშული იქნებოდნენ, ახლა იმ ხელა შენობაზე იყო სახურავზე ასულები. არ გადმოვარდნილები. მინისტრები და როგორ არის ცირა სახურავზე? გვერდები ყურებოდნენ. ის სახურავზე ასულები, ხა როგორია მინისტრი ზის და იქიდან ქარმა დაუბეროს და მოღუშული იქნება აბარასი. კი ბატონო, ის როგორი რამე არის, რომ სულ არის სიტუაციის ბენეფისი. ანუ მთელი დანარჩენი ქვეყანა ვართ მისი ანტურაჟი რა, მისი დეკორაცია, სულ ეგეთი განცდა მაქვს. მთავრობის ხდომა ტარდება, ეს დანარჩენების ხედან არც არ აინტერესებს. იმიტომ რომ მუშაობა მე ესე ვიცი, რომ ის ზის ვინც არის მთავარი, ხო, უფროსი, ის უფროსი ეკითხება, რა შენრაქენი, არა, ნუ კაი ხაზის ნუ დავარქმევ. აი მენეჯერი. ფაქტიურად ხაზენი, ხაზენი როცა ლაპარაკობს, ყველა ჩუმათა. აქ არის პირიქით, ხო, აქ არის ხაზი, აქ არ არის მენეჯერი. ამას არ აინტერესებს. აი ეს საბჭოთა მაქონდა. აი თვითონ ეს ზის და დანარჩენი ყველა არის ჩუმათა, არის ერთი კაცის ბენეფისი. იმის ვერა ნახავთ, მივა ბავშვებთან. ის თვითონ ლაპარაკობს ხოლმე. მე წავა მე შეხტებ დანარჩენი ხედა თან როგორც წესი წინკი არ უსხედავ ეს ხალხი რომლებსაც ელაპარაკება უკანდგან დეკორაცია მთელი ქვეყანა გავხდით ერთი ეს როგორ აბოლებდა ბავშვს ფიროსმანის 100 სულათი არის ისე ჯერტი 100 სულათი ვერ იქნება ახლა ფიროსმანის და მეორე მუზეუმში უფრო ნაკლები ხალხი დადისო ვიდრე ჩემთან რეზიდენციაშიო და საცუდა ბავშვს სხვას არ აღებინებდა რომ ეკითხათ ამ ბავშვს 2 თვის განმავლობაში რეზიდენცია დაკეტილი იყო როგორ შეიძლება იქ ადამიანი შესულიყო მაქსიმუმ ისი ბრალი იყო მე დაკეტილი ოპოზიცია ხო და მუზეუმში ვერ შედიოდა ეს ფულები რომ ნაღდი იყოს რა და იქ აა ეს ხო მიყავს თარგამაძის ოღონდ ნაღდი იყოს რა მე შენ ეს თარგამაძის იყო დაგაცნობა შენ გასულის ეგ სამარცხინო ეპიზოდს შეგაფიქრები არა სულ არ იყოს პოდკასტში გამოსულა მე მივედი ზუსტად იმ შინაგან სამისროში მე სამუშაოდ დამიძახე ზუსტად აი ეს იყო ჩემთვის მაშინ დადებითი მომენტი, რომ როდესაც მე ქობალიას რომ მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა, ნუ დახვეწა მიუსაჯეს რა და მე სამუდამო პატიმრობა შეიცვალა, იმ დღეს თათმის რაიონის პოლიციამ გამიგდო წიხლში, ამად თავში მიწყეს წიხლები სულ. იქ რატომ მოხდა? ხო, მითხარი რა კი ეს გავაგრძელო. ხო, რატომ მოხდა მაშინ? არა, აი იყო რა რომ თემეს ქობალიას პროცესის დროს, ამაზე მე რა თქმა უნდა დავწერე, რომ აი ესე პოლიციამ, ნუ იქ გადაიღეს იქ როიტერმა იმა ყველა თელი ის იყო რა ირაკლი გედენიძემ გადაიღო და ანუ ავტობუსი შემათრიეს და იქ მიყავდნენ და ეს ფოტოები გავცევდა რა ბევრგან
უცხო ეჩის და даже მე თუ არ ვწდები ORT-ს გადაიცა როგორ მიმართრებენ ავტობუსში რა ანუ მაშინ იმათმა გამოიყენეს ეს რომ აი ზვიადისტები ცემეს პოლიციამ არ მე არ ვიყავი ზვიადისტი ვიყავი ჩვეულებრივი ჟურნალისტი არასდროს არ ყოფილა არ ზვიადისტი არც შევარდნაძის და არც ეხლა არ ვარ სააკაშვილისტი რა ხო და ამის შემდეგ მირეკავს პრესამსახურის უფროსი მაშინდელი ვალიკო გოგოლაშვილი რომ მე ის რომ დავწერე პოლიციაზე რომ ეს არ შეიძლება და პოლიციაში არ უნდა იქცეოდეს და რაღაც ნუ ზომიერად დავწერე სხვათა შორის მაგრამ ნუ სერიოზული ის იყო რა რომ პოლიცია ამით თავის თავს უკეთებს დილით გაზეთში ხო თავის თავს უკეთებს ასეთი ქცევით პოლიცია თუ ამით მე დამირეკეს უბრალოდ მითხრეს რომ აი ჩვენ გვინდა რომ აი ეს ჩვენს მიმართ კრიტიკული აზრი ჩვენთანვე შიგნითვე მოვისმინოთ და ჩემი იქ მისვლის მიზანი იყო ზუსტად ის რომ მე მეკრიტიკებინა პოლიციის ცუდი ქცევები ამიტომ ვიყავი იქ ეს იყო რა ხო რა ყოველთვის ესე იყო ხა ახსოვთ იქ ხა შეღწევა იქ ბევრ კაბინეტებში რაღაცებში იყო ძალიან ძნელი ჩემი იქ მისვლის მერე გახდა ძალიან იული და ასე შემდეგ ვინც ურთიერთობა როგორ არის ეს აი ანუ ამ იდეით მივედი მე იქ და ნუ მალევე წამოვედი იმიტომ რომ ბევრ რამე არ გამომდის მეგონა რომ გამომდის და ის კურიოზით გითხარი ხო მე და კობან არჩევაშვილი რო ერთად ვიჯექი კამერაში გადაგიკეთე კაფეზე დაიბეჭდა კობან დაჭერაზე დაიბეჭდა რეზონანსში პირველ გვერდზე ანუ ეს იყო კაფეზეში ასე თქვა ჟურნალისტების ექსკურსია მეხუთეში და სადაც ხუმრობით მე და კობან არჩევაშვილი ჩამოვжеქით ნარზე გოგა ჩანადირმა გადაგვიღო სურათი წლების მერე კობან არჩევაშვილი დაიჭირეს და თურმე მე არ ვიცი მძინავს ჩემთვის და ატყდა რეკვა ტელეფონზე რომ დაგიჭირეს ლაცო შენ რაღაც გერჩოდნენ და რაღაცა და ეს კი რა ხარ რეზონანს პირველ გვერდზე ეს სურათი ესევე დაუბეჭდიათ კობან არჩევაშვილი დაიჭირეს და მე ვიძინარ გვერდი ცოტა რომ გამადეიტრალა თემა ჟურნალისტური კურიოზები იმ დროს იყო ძალიან ბევრი ზუსტად იმ პერიოდში როდესაც არც ჩვენ ვიხსენებთ რომ ცნობებში მუშაობთ მე მახსოვს საქართველოს მაგურ გადაიცა კომენდანტმა რომ გამოაცხადა კომენდანტის საათი თბილისში კარგა ხნის მშვიდობაა უკვე აღარავითარი უყურებთ რომ მე რაღაცა ფილმის ცენტრში კონდო შუაში კონდო ჩაწერილი ეთქვა ბევრჯერ უნდა გაიგო და ის კინო რამდენიც გადავიდა იმ პერიოდში კომენტარი ის კომენტარი კარგი ფილმი იყო თან აი არაჩვეულებრივი გამოფენა რაც ის კარგი და აი მთელი თვლის დაიწყო საყურებლად უცებ გამოჩნდა თან ეს რა პერიოდი ესე უცებ რომ დაგვიწესეს რომ ძალიან ძვირი იყეს ეს ქართული ფილმები და საერთოდ აღარ გადიოდა ვერცერთ არხზე ხო გადის და უცებ სამხედრო კომპლექსში ჩასმული კაცი აცხადებს რომ ვაცხადებ დღეიდან მე ვარ ამ ქალაქის კომენტარია ძალიან ბევრი რამე მაშინ არ ვიცოდით ჩვენ როცა ვიყავით ზურნალისტი მე რაღაცებს ვისწავლეთ და მე რაღაცა რაც ვისწავლეთ არაფერში არ გამოგვაცხადა არ ყოფილა საერთოდ არ ყოფილა ჩვენ ვარჩევთ უკვე რომ როდელი პერიოდი იყო უკეთესი ჟურნალისტებისთვის ასე რომ ყველაზე ცუდი მომენტი არის ის როდესაც გაძლევენ საშუალებას იგრძნო თავისუფლება და მე ამას დაგიკეტავენ ეს იმაზე უარესია ვიდრე სუმონობაში როდესაც ხარ გაზრდილი სულ შეზღუდული თავისუფლები და არასდროს არ იცი გარეთ რა ხდება და რა არის ეს თავისუფლება მე მაინც ვფიქრობ და ისე პირველ ჩვენებას ვაწევი რომ უფრო დღევანდელ დღეს ქართველებს გვაქვს დაკარგული ადამიანობა ადამიანობის შეგრძნება ანუ პოლიტიკამდე დაყავს ისიც რომ შენ თავგატეხილ ადამიანს ეხმარები რატო ეხმარები ის ხო ის არის ოპოზიცია ვიღაცა ან პირიქით ოპოზიცია გეუბნება რომ არ მე პირადად გქონია ესეთ შემთხვევები იმიტომ გეუბნები რა რომ აი ადამიანობა არ არის ან პოლიტიკა მე არ მაინტერესებს ვის უწეხავენ ყველა თავგატეხილი ადამიანი მეწოდება და ეს რაც არ უნდა იყოს არ ვიტყვი რომ მაგის დედაც